მნიშვნელოვანი სიახლე და ცვლილება ენერგეტიკის სექტორში, რომელიც 2026 წლიდან ამოქმედება. უფრო კონკრეტულად 2026 წლიდან ენერგეტიკის სექტორი ნეტო დარიცხვიდან, უпростоრად ნეტო აღრიცხვის სისტემიდან ნეტო დარიცხვის სისტემაზე გადადის. რას ითვალისწინებს ეს ფაქტი? რას ითვალისწინებს ასევე ევროპის მეოთხე ენერგეტიკული პაკეტი და რას სიახლეებისთვის და ცვლილებებისთვის უნდა მოემზადოს სექტორის წარმომადგენლები. დავით ნარმანია სემეკის თავმჯდომარე გვერდია ბიზნეს პოსტის სტუდიაში. მოგესალმებით ბატონო დავით, მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. მოგესალმებით დღემშვიდობისა, მივესალმებით ტელემაყურებლებს. მოგესალმებით ბატონო დავით, მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. სემეკის ერთ-ერთ წარმატებულ პროექტზე ვსაუბრობთ. ენერგეტიკაში ნეტო აღრიცხვა, მართლაც აქტუალური თემა არის. თავდაპირველად ბატონო დავით, მინდა გთხოვოთ მაყურებლისთვის უფრო გასაგები რომ იყოს, გავიმარტოთ რას ნიშნავს ნეტო აღრიცხვა და შესაბამისად ნეტო დარიცხვა და რა სხვაობა რეგულაციების ამ ფორმებს შორის. პირველ რიგში უნდა ითქვას ის, რომ როცა გადავადგილდებით ძალიან ბევრ ადგილას ხედავთ სახლის სახურავებზე, საწარმოების ეზოებში, სახურავებზე განთავსებულ მზის პანელებს და სხვა მიკრო სიმძლავრის გენერაციის წყაროებს. სწორედ ამაზეა საუბარი. ნეტო აღრიცხვის სისტემა ეხება ყველა, ასე ვთქვათ, 500 კილოვატამდე ქსელში ჩართულ იმ ობიექტებს, რომლებაც მწვანე ენერგია შექმნეს ჩვენს ქვეყანაში. 2016 წლიდან დაიწყო სემეკმა აღნიშნული საკითხის რეგულაცია, მას შემდეგ რაც ქვეყანამ ევროკავშირის მესამე ენერგეტიკული პაკეტის მოთხოვნების და ვალდებულებების განხორციელება დაიწყო. აქედან გამომდინარე, თავიდან ჩვენ დადგენილი გქონდა ზედაზღვარი ერთ აბონენტზე 100 კილოვატის ოდენობით, შემდეგ გავზარდეთ აღნიშნული და 500 კილოვატია დღეს მაქსიმალური დადგმული ზედაზღვარი, როცა ერთ აბონენტს შეუძლია შექმნას ესეთი ენერგიის წყარო. მნიშვნელოვანი ასევე ის, რომ ჩვენ განვავითარეთ აღნიშნული რეგულაცია და არა მხოლოდ ერთი ადამიანისთვის ან ერთი საწარმოსთვის, არამედ მომხმარებელთა ჯგუფისთვის შევქმნით აღნიშნული რეგულაცია, როცა სამეზობლო სამხანაგობას, ქუჩის მოსახლეობას შეუძლია ერთდროულად ერთნაირად ერთი ობიექტი განავითარონ და მოიხმარონ ამ ერთი ობიექტიდან წარმოებული ენერგია და ამის ყველაზე მთავარი მიმზიდველობა არის ის, რომ როცა ჭარბი ენერგია ჩნდება, ეს ჭარბი ენერგია ჩვენი დადგენილების შესაბამისად პირდაპირ იყიდებოდა გამანაწილებელი ქსელის კომპანიების მიერ. თბილისში თელას იყიდულობდა, რეგიონებში ენერგოპო იყიდულობდა ამ ენერგიას. შესაბამისად მომხმარებელი, რომლის სახლის სახურავზე ან საწარმოს ეზოში იყო განთავსებული მზის პანელები, ის აწარმოებდა ენერგიას, ნაწილს თვითონ მოიხმარდა და თუ სიჭარბე რჩებოდა, აღნიშნული სიჭარბე წელიწადში ერთხელ გროვდებოდა და იყიდებოდა სწორედ საშუალო საბაზრო ფასით გამანაწილებელ კომპანიებზე. ამის შემდეგ უკვე ევროპამ მიიღო მეოთხე ენერგეტიკული პაკეტი, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ნეტო აღრიცხვიდან, ანუ ამ სისტემიდან უნდა გადავიდეთ ნეტო დარიცხვის სისტემაზე. საქართველოს რა თქმა უნდა მიერთებულია და უნდა განახორციელოს აუცილებელი წესით მეოთხე ენერგეტიკული პაკეტის იმპლემენტაცია. ჩვენ კერძოდ ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებულმა კომისიამ მივიღეთ რეკომენდაციები ევროპის ენერგეტიკული გაერთიანებიდან, თუ როგორ გადავიდეთ ამ ერთი სისტემიდან, ანუ ნეტო აღრიცხვიდან ნეტო დარიცხვის სისტემაზე, სხვანაირად net billing-ის სისტემა ქვია ამას ასევე. აქ პირდაპირ არის მითითებული ის, რომ ნეტო აღრიცხვის სისტემა უნდა დასრულდეს 2026 წლის ბოლოს და 2027 წლიდან ქვეყანა უნდა გადავიდეს სწორედ ამ ახალ სისტემაზე. თუმცა ჩვენს მიერ, ასე ვთქვათ, დადგენილი წესების შესაბამისად და მომავალში ვაპირებთ, რომ ეს რეგულაცია დავტოვოთ, ის ვინც მანამდე ჩაერთო ნეტო აღრიცხვის სისტემაში და გარკვეული ინვესტიცია ჩადო, ის ქსელური გატარების შეღავათით ისარგებლებს, ანუ ნეტო აღრიცხვის სისტემით ისარგებლებს დადგმიდან მომდევნო 5 წლის განმავლობაში. ეს არის დაახლოებით ის პერიოდი, როცა ჩადებული ინვესტიციის ამოღება ხდება და ამის შემდეგ უკვე გადავა ნეტო დარიცხვის სისტემაზე. ხოლო ის, ვინც მერე დააყენებს აღნიშნულ სისტემაზე, ის პირდაპირ ნეტო დარიცხვის სისტემაში ჩაერთვება. თუ ნეტო აღრიცხვის სისტემაში ენერგიაზე გაკვითვა ხდებოდა, ნეტო დარიცხვის სისტემაში მოხდება თანხის გაკვითვა.
ფინანსურ ნაწილს ეხება. კი ბატონო, ანუ მე როგორც ენერგიის მომხმარებელი, თქვა ვარ მოსახლე, დავაყენე ჩემი სახლის სახურავზე მზის პანელები და ამავდროულად თან მოვიხმარე ენერგიას, ხო, საკუთარი მოხმარება მაქვს. საკუთარი მოხმარებისთვის მე ყოველთვის ბოლოს ვითარი რომ მომევა, გადავიხდი თანხას. ანუ ელექტროენერგიის მიმწოდებელ კომპანიას გადავხდი, მაგრამ ამავდროულად მე ხო ჩემი სახლის სახურავზე დაყენებული მზის სისტემით ენერგია შევქმნი და გავუშვი ქსელში. ქსელში გაშვებული ენერგიაზე შესაბამისი კომპანიები, კომპანიები, რომლებიც წაიღებენ ამ ენერგიას, ისინი გადამიხდიან თანხას. აი ეს იქნება სხვაობა და ყოველთვე მოხდება, ასე ვთქვათ, ეს ანგარიშწორება. ბატონ დავით, საინტერესოა თავად მომხმარებლების პოზიცია როგორია ამ საკითხთან დაკავშირებით და ასევე საინვესტიციო კუთხით და ინვესტორების დაინტერესების კუთხით. ამას ხომ არ შეიძლება რაიმე უარყოფითი გავლენა ქონდეს, ანუ შეინარჩუნებს თუ არა ეს სისტემა კვლავ მიმზიდველობას როგორც იყო აქამდე. ნეტო აღრიცხვის და არც ნეტო დარიცხვის სისტემა არ არის მაინც და მაინც საინვესტიციო, ასე ვთქვათ, მიზნით მოფიქრებული და დანერგილი მექანიზმი, ეს არის თვითმოხმარების შემცირების კუთხით, ასევე მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიაზე გადასახდელი თანხის შემცირების კუთხით შექმნილი და ასევე გარემოს დაცვითი თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი, იმიტომ რომ იწარმოება მწვანე ენერგია. სწორედ აქედან გამომდინარე, ნეტო დარიცხვის სისტემაში ძირითადად, ესე იგი, იმხელა უნდა დააყენოს მომხმარებელმა დაახლოებით იმხელა სისტემა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს მისი მიერთების სიმძლავრეს. მაგალითად, თქვათ, სახლში ელექტროენერგიის მისაერთებელი სიმძლავრე თუ მაქვს 10 კილოვატი და როგორც წესი ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები ესეა დაახლოებით ამ 5-დან 10 კილოვატამდე მისაერთებელი სიმძლავრით არიან, ხო? მეც, ასე ვთქვათ, ამდენი უნდა დავაყენო ჩემი სახლის სახურავზე, იმიტომ რომ ეს არ არის კომერციული მიზნით მოფიქრებული სისტემა. თუმცა ჩვენ გამომდინარე იქიდან, რომ გვინდოდა ხელი შეგვეწყო ქვეყანაში მწვანე ენერგიის განვითარებისთვის 500 კილოვატიანი, ასე ვთქვათ, ზღვარი როცა დავადგინეთ, იქ არ შევზღუდეთ მისაერთებელი სიმძლავრით. ამიტომ ძალიან ბევრმა ააშენა უფრო, ასე ვთქვათ, კომერციული დატვირთვიცაც, თქვენ ამ შემთხვევაში მართალი ხართ, როცა ხას უსვამთ მის კომერციულ დატვირთვას და გააქირავა მისი აშენებული 500 კილოვატიანი სადგური სხვა მომხმარებელზე და სხვა მომხმარებელი, რომელიც რეალურად მოიხმარს 300-400-500 კილოვატს, მან, ესე ვთქვათ, იქირავა ეს სადგური, რასაც მოიხმარს და ნამეტ ენერგიას ყიდის შემდეგ უკვე ენერგო კომპანიაზე. ახალი მექანიზმის მეშვეობით ეს არ იქნება, ანუ კომერციული დიდი დატვირთვა ამას არ იქნება, უფრო შიდა მოხმარების შემცირების და ხარჯების შემცირებისკენ იქნება მიმართული. ბატონო დავით, მე მაინტერესებს ეს ახალი რეგულაცია ხომ არ გაზრდის ტარიფებს, ტარიფების ცვლილება თუ გვექნება? ტარიფებთან ეს დაკავშირებული არ არის და ასევე მომხმარებელთა დიდ კატეგორიასთან დაკავშირებული არ არის. ეს ეხება მხოლოდ მომხმარებელთა იმ კატეგორიას, რომლებიც საკუთარი სახლის სახურავზე თუ ეზოში კიდევ ერთხელ ხას უსვამ ამას არ აქვს მნიშვნელობა ან სხვა ტერიტორიაზე ავითარებენ მზის სისტემას, ან ქარის, ან ჰიდრომიკრო სიმძლავრის ელექტროსადგურებს. სხვა მომხმარებელს, ანუ ჩვეულებრივი ტიპის მომხმარებლები, რომლებიც თელმიკოს და ენერგოპროს აბონენტები არიან, მათ ეს არ შეეხებათ, ისევე როგორც ტარიფზე ამას რაიმე სახის, ესე ვთქვათ, გავლენა არ ექნება და ვინაიდან ტარიფი ვახსენეთ, მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ ელექტროენერგიის ტარიფი, რომელიც ჩვენ 2023 წლის ბოლოს შევამცირეთ 3 თეთრით, ეს შემცირებული 3 თეთრიანი შემცირებული ტარიფი იქნება შენარჩუნებული ახლო მომავალში, აქედან გამომდინარე, ტარიფების ზრდა ჯერჯერობით ამ ეტაპზე ნავარაუდები დაგეგმილი არ არის. კი ბატონ დავით, თქვენ ისაუბრეთ მეოთხე ენერგეტიკულ პაკეტზე, ასევე მე მინდა გითხოთ, გარდა ამისა, რითი იყო ნაკარნახევი ეს ცვლილებები და ზოგადად ქართულ ენერგოსისტემას თუ შევხედავთ, გუშინ ჩვენ მაგალითად საუბრობდით მზის ენერგიაზე და იქ იყო საუბარი, ჩვენმა სტუმარმა ახსენა, რომ ენერგოპროს სისტემა არის ფაქტობრივად ანუ ზღვარზე, ასე ვთქვათ, ნეტო აღრიცხვის კუთხით. აი ამ მიმართულებასაც თუ დააბალანსებს და ამ კუთხით რა ცვლილებების მომტანი იქნება საინტერესოა სისტემისთვის. ნეტო აღრიცხვის სისტემა ძალიან სწრაფად განვითარდა და ძალიან ბევრი ობიექტი ჩაერთო განსაკუთრებით ბოლო 2-3 წლის განმავლობაში. პოსტ-კოვიდ პერიოდში მე უკვე ძალიან სწრაფად წავიდა ამ სისტემების განვითარება. რასაც ორმა რამე მისცა ბიძგი. ერთი,
ჩვენ ქსელური გატარების საფასურზე შეღავათები დავადგინეთ და აქედან გამომდინარე უფრო იაფი ენერგიის წყარო გახდა ერთი და მეორე ზოგადად საერთაშორისო ბაზარზე მზის პანელების ფასები მნიშვნელოვნად შემცირდა კოვიდის შემდგომ პერიოდში და ბოლო წელიწად ნახევრის განმავლობაში კიდევ უფრო მეტად შემცირდა. ამიტომ ამ ორმა რამემ უბიძგა ის რომ დღეს დაახლოებით 140 მეგავატ, 150 მეგავატამდე არის უკვე მხოლოდ ენერგოპროს ქსელში შეტანილი განაცხადები, მათი გარკვეული ნაწილი უკვე დამონტაჟებულია, ნაწილი ასე თქვათ მომდევნო პერიოდში გააკეთებს ამას და ეს 14%-იანი ზღვარი რაც იყო დადგენილი, ეს არის პიკური მოხმარების 14%. ეს ზღვარი უკვე შეივსო ენერგოპროს ქსელისთვის, თელასისთვის არ არის შევსებული და თელასი განაცხადებს კვლავ აძღებულობს. ენერგოპროს შემთხვევაში ეს არის შევსებული, თუმცა კომისია ფიქრობს იმას, რომ 100 კილოვატამდე სიმძლავრისთვის, როგორც მთავარი დანიშნულება ეს არის ნეტო ბილინგის შემოღებამდე ეს ზღვარი გავზარდოთ, ოღონდ მხოლოდ 100 კილოვატამდე დადგმული სიმძლავრის ობიექტები მიერთდნენ. და ამით ასე თქვათ ხელი შეეწყობა იმას, რომ ზუსტად სწორედ საკუთარი მოხმარების დასაკმაყოფილებლად ვინც აყენებს, იმათ კონდეთ შესაძლებლობა რომ მიაერთონ მზის მიკროსადგურები და თან ჩვენ უკვე ამ გაზაფხულზე გამოვაცხადებთ ძირითად ნაბიჯებს და გეგმა გრაფიკს, როგორ გადავალთ ნეტო აღრიცხვიდან ნეტო დარიცხვაზე. ამაზე ჩვენ ორი საჯარო შეხვედრა გქონდა კიდეც და მომავალშიც დაინტერესებულ პირებთან, კომპანიებთან, ბიზნეს ჯგუფებთან, ბიზნეს ასოციაციებთან გავაკეთებთ სამუშაო შეხვედრებს, რათა აუხსნათ მათ ეს სისტემა, მივიღოთ მათგან პრაქტიკული მოსაზრებები და შემდეგ უკვე დავამტკიცებთ ამ ყველაფერს. ბატონო დავით, თქვენ ახსენეთ ბიზნესი ახლა და აპირებთ შეხვედრებს. ამ დრომდე თუ ყოფილა მათთან კონსულტაციები და შეხვედრები ამ საკითხთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ფაქტობრივად ისინი მიბმულები არიან ნეტო აღრიცხვაზე, ხო? რა თქმა უნდა, გქონდა ჩვენ სამუშაო შეხვედრები, ორი შეხვედრა გქონდა, ერთი შეხვედრა როცა მათ გავაცანეთ ის რომ ძალიან სწრაფი ტემპით მიმდინარეობდა მიერთებები ქსელში და შესაბამისად იყო მოლოდინი იმისა რომ შეივსებოდა ეს და აქვე მათ გავაცანით ჩვენი მაშინდელი ცვლილება, რომლის მიხედვითაც 12%-ზე, 13%-ზე უნდა ეცნობებინა გამანაწილებელ კომპანიას და 14%-ზე, ანუ შევსების დროსაც უნდა ეცნობებინა და გამოვაცხადეთ კიდეც ჩვენ, როცა 12% უკვე შევსებული იყო და მივეცით გარკვეული სიგნალი კომპანიებს, რომ მალე შეივსებოდა ეს დადგენილი ზღვარი და მე უკვე როცა შეივსო, რამდენიმე დღის წინ მქონდა ასევე ძალიან კარგი სამუშაო შეხვედრა, სადაც მათ გავაცანით ძირითადი ინფორმაცია იმის თაობაზე თუ რა მდგომარეობაა დღეს ნეტო აღრიცხვის სისტემაში და რას აპირებს მარეგულირებელი კომისია უახლოეს მომავალში. ძალიან დიდი მადლობა. კონსულტაციები გქონდა და გვექნება მომავალში. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის, თემაზე აუმწურავად საუბრისთვის და კიდევ გველოდებით ჩვენ დარწმუნებული ვარ, ბევრი შეხვედრა იქნება, კითხვებიც იქნება და ბუნებრივია თქვენს ყოველთვის მზად ხართ პასუხებისთვის. დიდი მადლობა მოწვევისთვის და დიდი სიამოვნებით გეწევით. მადლობა, მაყურებელს შევახსენებ, დავით ნარმანიას სემეკის თავმჯდომარე იყო ჩვენი სტუმარი.